რატომ არ ვარ ქრისტიანი? ბერტრან რასელი. ქართული თარგმანი შესრულებულია დიმიტრი უჩანეიშვილის მიერ. 2015 წელს. კითხულობს ნიკო. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. შესავალი. ბერტრან რასელი წინამდებარე ლექციით 1927 წლის 6 მარტს წარსდგა ეროვნული საერო საზოგადოების სამხრეთ ლონდონის ფილიალის წინაშე ბათერსის თაუნ ჰოლში. გამოქვეყნებულია ბროშურის სახით იმავე წელს. როგორც თავმჯდომარემ მოგახსენათ, ჩემი დღევანდელი ლექციის სახელწოდებაა რატომ არ ვარ ქრისტიანი. ვფიქრობ, ამ თავითვე კარგი იქნებოდა გაგვერკვია სიტყვა ქრისტიანის არსი. საქმე იმაშია, რომ დღესდღეობით უამრავი ადამიანი იყენებს მას ფრიად გაურკვეველი მნიშვნელობით და მათი უმრავლესობა ამ ცნების ქვეშ მხოლოდ ისეთ ადამიანს გულისხმობს, რომელიც ცდილობს ცხოვრების ჯეროვან წესს მისდიოს. ვფიქრობ, ამ გაგებით ქრისტიანების მოძიება ყველა სექტასა და რელიგიაში იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ამ სიტყვის მართებული მნიშვნელობაა, რადგან აქედან გამომდინარეობს, რომ ყველა, ვინც ქრისტიანი არ არის, ყველა ბუდისტი, კონფუციანელი, მუსულმანი და ასე შემდეგ, არ ცდილობს, რომ ცხოვრების ასეთსავე წესს მისდიოს. შესაბამისად, მე ქრისტიანის ქვეშ არ ვგულისხმობ მხოლოდ იმ ადამიანს, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში პატიოსნად არსებობს. ვფიქრობ, ადამიანს კონკრეტული შეხედულებების კრებული უნდა გააჩნდეს, სანამ საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებდეს. დღეისათვის ამ ცნებას დაკარგული აქვს ის სისხლსავსე მნიშვნელობა, რაც მას თომა აქვინელისა და ნეტარი ავგუსტინეს დროს გააჩნდა. თუ იმ ხანაში ადამიანი იტყოდა, რომ ის იყო ქრისტიანი, ყველასთვის გასაგები ხდებოდა, რას გულისხმობდა იგი. ქრისტიანად ყოფნა ნიშნავდა უკიდურესი სიზუსტით განსაზღვრულ რელიგიურ შეხედულებათა კრებულის გაზიარებას, რომლის თითოეული მარცვალი მთელი ძალმოსილებით უნდა გერწმუნათ. თავი პირველი, რა არის ქრისტიანი? დღეს ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ იძულებულნი ვართ ერთგვარ გაურკვევლობაში ვიყოთ ქრისტიანობის ცნებასთან მიმართებით. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, სახეზე გვაქვს ორი ძირითადი კომპონენტი, რომელიც არსებითია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს. პირველი უფრო დოგმატური ხასიათისაა. კერძოდ იგი გულისხმობს, რომ თქვენ უნდა გწამდეთ ღმერთი და უკვდავება. თუ ეს ორი რამ არ გწამთ, არ ამგონია მართებული იყოს საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდოთ. შემდეგ, როგორც ამას თავად სახელწოდება კარნახობს, თქვენ უნდა გაგაჩნდეთ გარკვეული სახის რწმენა იესო ქრისტესი. მაგალითად, მუსულმანებსაც სწამთ ღმერთი და უკვდავება, მაგრამ საკუთარ თავს ქრისტიანებად არ თვლიან. ვფიქრობ, უკიდურეს შემთხვევაში ის მაინც უნდა გწამდეთ, რომ ქრისტე ღვთიური თუ არა ადამიანთა შორის უბრძნესი და უკეთილშობილესი მაინც იყო. თუ ასეთი წარმოდგენა არ გაქვთ იესოს შესახებ, არ ამგონია რაიმე უფლება გქონდეთ საკუთარ თავს ქრისტიანი უწოდოთ. რასაკვირველია, არსებობს სხვა მნიშვნელობაც, რომელსაც თქვენ მიაგნებთ ვითექერის ალმანაქსა და გეოგრაფიის სახელმძღვანელოებში, სადაც სამყაროს მოსახლეობა დაყოფილია ქრისტიანებად, მუსულმანებად, ბუდისტებად, წარმართებად და ასე შემდეგ. ამ გაგებით ჩვენ ყველა ქრისტიანები ვართ. გეოგრაფიის სახელმძღვანელოები ჩვენ ერთიანობაში განგვიხილავს, მაგრამ ეს ამ სიტყვის წმინდად გეოგრაფიული მნიშვნელობაა, რაც ჩემი აზრით უნდა უგულ-ვებელ ვყოთ. შესაბამისად, როდესაც მე შევუდგები ახსნას იმისა, თუ რატომ არ ვარ ქრისტიანი,
მე უნდა ავხსნა ორი რამ. პირველი, თუ რატომ არ მწამს ღმერთი და უკვდავება და მეორე, რატომ არ მიმაჩნია, რომ იესო ქრისტე იყო ადამიანთა შორის უბრძნესი და უკეთილშობილესი, მიუხედავად იმისა, რომ მე მას საკმაოდ მაღალ ზნეობრივ საფეხურზე ვათავსებ. აქვე უნდა ვთქვა ის, რომ წარსულის ურწმუნოთა წარმატებულ მცდელობებს უნდა ვუმადლოდე ქრისტიანობის ასეთ ელასტიურ განსაზღვრებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, წარსულში ქრისტიანობის ცნებას გაცილებით უფრო სისხლსავსე მნიშვნელობა გააჩნდა. მაგალითად, იგი გულისხმობდა ჯოჯოხეთის რწმენას. სულ მცირე ხნის წინ ჯოჯოხეთის მარადი ცეცხლის რწმენა ქრისტიანობის არსებითი ატრიბუტი კვლავაც იყო. მაგრამ, როგორც თქვენთვის კარგად არის ცნობილი, ამ ქვეყანაში ფარული კრების გადაწყვეტილებით, იგი ქრისტიანული მოძღვრების არსებით ატრიბუტს აღარ წარმოადგენს. ამას კენტერბერისა და იორკის არქიეპისკოპოსები არ დაეთანხმდნენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რელიგიას პარლამენტის აქტები განსაზღვრავს და ამდენად ფარულმა კრებამ შეძლო მათ უგანათლებულ ესობათა შეხედულებების გვერდი სწავლა და ამგვარად ჯოჯოხეთს მოეხსნა ქრისტიანისთვის აუცილებლობის ფუნქცია. შესაბამისად, მე აღარ დავიჟინებ, რომ ქრისტიანს ჯოჯოხეთი უნდა სწამდეს. თავი მეორე, ღმერთის არსებობა. უნდა აუღნიშნო, რომ ღმერთის არსებობა უკიდურესად დიდი და სერიოზული საკითხია და ოდნავ მაინც ადეკვატურად რომ განმეხილა იგი, თქვენი დაყოვნება მეორედ მოსვლამდე მომიწევდა. ამდენად იმედია მაპატიებთ, რომ ამ საკითხს შემაჯამებელ ფორმატში შევეხები. დარწმუნებული ვარ, თქვენ იცით კათოლიკური ეკლესიის მიერ ჩამოყალიბებული დოგმა იმის შესახებ, რომ ღმერთის არსებობა მხოლოდ გონებით იქნას დადასტურებული. გარკვეულწილად უცნაური დოგმაა, მაგრამ იგი ეკლესიის დოგმადაგან ერთ-ერთია. მისი შემოღება ეკლესიას იმ მიზეზით მოუწია, რომ ერთ დროს თავისუფლად მოაზროვნეებს ღმერთის არსებობის წინააღმდეგ მეტყველი სხვადასხვა არგუმენტები მოჰქონდათ. ეკლესიისთვის კი ღმერთის არსებობა რწმენის საკითხი იყო. ასეთი არგუმენტები და მიზეზები დიდი ოდენობით იქნა შემუშავებული, რამაც კათოლიკური ეკლესია დააფიქრა დაესრულებინა ეს ყველაფერი. შესაბამისად, მათ დაადგინეს, რომ ღმერთის არსებობა შესაძლოა დადასტურებული იქნას მხოლოდ გონების ძალით და ისეთი არგუმენტების შემუშავება შეუდგნენ, რომლებიც მათი აზრით ღმერთის არსებობას ადასტურებდნენ. ასეთი არგუმენტი მრავალია, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმეზე შევჩერდები. თავი მესამე, პირველ მიზეზის არგუმენტი. სავარაუდოდ, გასაგებად ყველაზე იოლი და მარტივი პირველ მიზეზის არგუმენტია. იგი შემდეგში მდგომარეობს: ყველაფერს, რასაც ჩვენ ვხედავთ, ამ ქვეყნად მიზეზი გააჩნია და თუ ამ მიზეზთა ჯაჭვში უკან და უკან წავალთ, მივალთ პირველ მიზეზთან, რომელსაც თქვენ ღმერთს უწოდებთ. ჩემი აზრით, ამ არგუმენტს დღესდღეობით დიდი ხიბლი აღარ გააჩნია. პირველ რიგში იმ მიზეზით, რომ მიზეზის ცნება აღარ წარმოადგენს იმას, რაც უწინ იყო, რადგან იგი ფილოსოფოსებისა და მეცნიერების შეტევებს განიცდიდა და ამის გამოისობით დაკარგა ის ცხოველმოსილება, რომელიც მას ადრე გააჩნდა. თუმცა, გარდა ამისა, თქვენ თავად ხედავთ, რომ პირველ მიზეზის არსებობის არგუმენტს არ შეიძლება რაიმე საფუძველი გააჩნდეს. ნება მომეცით ვაღიარო, როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და მოცემულ საკითხზე მწვავე დებატებს მართავდი. საკუთარ თავთან, ჩემთვის კარგახნის განმავლობაში იყო მისაღები ეს არგუმენტი. მანამ სანამ ერთ დღეს 18 წლის ასაკში ჯონ სტიუარტ მილის ავტობიოგრაფიას არ გავეცანი, სადაც ასეთ წინადადებას წავაწყდი. მამაჩემი მასწავლიდა, რომ კითხვას ვინ შემქმნა მე
არ შეიძლება პასუხი გაეცეს, რადგან მას გარდაუვლად მიუყავართ კითხვასთან, ვინ შექმნა ღმერთი. დღემდე მიმაჩნია, რომ ამ უმარტივესმა წინადადებამ მიჩვენა პირველ მიზეზის არგუმენტის ცდომილება. თუ ყველაფერს გააჩნია მიზეზი, ღმერთსაც უნდა გააჩნდეს იგი. თუ კი რაიმე შეიძლება მიზეზის გარეშე არსებობდეს, ეს შეიძლება იყოს სამყაროც ღმერთის გარეშე და ამდენად მოცემულ არგუმენტს არანაირი საფუძველი არ გააჩნია. მას ზუსტად ისეთი ბუნება აქვს, როგორც ჰინდუს შეხედულებას, რომელიც თვლის, რომ სამყარო სპილოს ეყრდნობა, სპილო კი კურს. როდესაც მას კითხეს, კუ რაღაც ეყრდნობა, ჰინდუმ უპასუხა, იქნებ საუბრის თემა შეგვეცვალა. ჩვენი არგუმენტი არაფრით არ არის ჰინდუს პასუხზე უკეთესი. არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ სამყარო არ შეიძლებოდა მიზეზის გარეშე შექმნილიყო. მეორეს მხრივ, არც იმის საფუძველი გვაქვს ჩავთვალოთ, რომ იგი მუდამ არ არსებობდა. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვთვლიდეთ, რომ სამყაროს საერთოდ გააჩნდა დასაწყისი. შეხედულება იმის შესახებ, რომ საგნებს გარდაუვლად უნდა გააჩნდეთ საწყისი, მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის სიმწირეზე მეტყველებს. აქედან გამომდინარე, ნება მომეცით პირველ მიზეზის არგუმენტს მეტი დრო აღარ დავუთმო. თავი მეოთხე. ბუნებრივი კანონზომიერების არგუმენტი. შემდგომ ამისა არსებობს ფრიად გავრცელებული შეხედულება, რომელიც ბუნებრივ კანონზომიერებას ეხება. პოპულარობის პიკს მან მე-18 საუკუნეში მიაღწია, რასაც სერ ისააკ ნიუტონსა და მის კოსმოგონიას უნდა უმადლოდეს. ადამიანები აკვირდებოდნენ პლანეტების მოძრაობას მზის გარშემო, რასაც მიზიდულობის კანონი არეგულირებს, მაგრამ თვლიდნენ, რომ პლანეტები ასეთი წესით ღმერთის მითითებით მოძრაობდნენ. რასაკვირველია, ეს იყო იოლი და მოსახერხებელი გზა, რაც თავიდან არიდებდა მათ მიზიდულობის კანონის უფრო ღრმად, შინაარსობრივად შესწავლას. დღესდღეობით ჩვენ მიზიდულობის კანონს ვხსნით ერთგვარად გართულებული ფორმით, ისე როგორც ეს აინშტაინმა შემოგთავაზა. ჩემს მიზანს არ წარმოადგენს მიზიდულობის კანონის აინშტაინის მიერ შემოთავაზებული მოდელის განხილვა, რაც ასევე ბევრ დროს წაგვართმევდა. ასე თუ ისე დღეს თქვენ აღარ გაქვთ ბუნებრივი კანონზომიერების ის ფორმა, რომელიც ნიუტონის სისტემაში არსებობდა, სადაც ყველასათვის აუხსნელი მიზეზით ბუნება მუდამ მსგავსად იქცეოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მრავალი რამ იქიდან, რაც ადრე ბუნებრივ კანონზომიერებას მიეწერებოდა, მხოლოდ ადამიანის მიერ დაშვებული პირობითობა ყოფილა. თქვენ იცით, რომ კოსმოსური სივრცის უშორეს სიღრმეებშიც კი 3 ფუტი კვლავ იარაღს შეადგენს. ეჭგარეშეა ეს საკმაოდ ნიშანდობლივი ფაქტია, მაგრამ რთულად თუ ვინმე უწოდებს მას ბუნებრივ კანონზომიერებას. მსგავსად ამისა, მრავალი რამ, რაც ადრე ბუნებრივ კანონზომიერებად ითვლებოდა, აღწერილ კატეგორიას ეკუთვნის. მეორეს მხრივ, როდესაც თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გარკვეული ცოდნა შეიძინოთ ატომების მოძრაობის შესახებ, აღმოაჩენთ, რომ ისინი გაცილებით უფრო ნაკლებად ექვემდებარებიან კანონებს, ვიდრე ეს ადამიანებს წარმოუდგენიათ, ხოლო კანონები, რომლებსაც თქვენ აღმოაჩენთ, სხვა არაფერი იქნება, გარდა ასეთი ტიპის სტატისტიკური საშუალოებისა, რომელთა საფუძვლად შემთხვევითობა დევს. თუ კი თქვენ კამათელს ისვრით, მაშინ ყველასათვის ცნობილი კანონზომიერების მიხედვით 2 ექვსიანის გამოსვლის ალბათობა 1/36 იქნება, მაგრამ ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ამას ვიღაცის ნება არეგულირებს. პირიქით, ყოველ ჯერზე, რომ 2 ექვსიანი გამოდიოდეს, სწორედ მაშინ ვიფიქრებდით, რომ პროცესი ვიღაცის ნებით რეგულირდება. ბუნების კანონები უმეტესწილად ასეთთა რიგს მიეკუთვნება. ისინი სტატისტიკურ საშუალებას წარმოადგენენ, რომლებიც შემთხვევითობის კანონზომიერებას ეფუძნება.
სწორედ ეს ქმნის ბუნების კანონების მთელს ამ ამბავს დღეს იმაზე ნაკლებად შთამბეჭდავს, ვიდრე ეს ადრე იყო. ამ ფაქტისაგან დამოუკიდებლადაც, რაც მეცნიერების არსებულ მდგომარეობას ასახავს, რომელიც შესაძლოა ხვალ შეიცვალოს, იდეა იმის შესახებ, რომ ბუნების კანონები კანონმდებლის არსებობას გულისხმობს, ადამიანურ და ბუნებრივ კანონებს შორის უთანხმოებას უნდა უმადლოდეს. ადამიანური კანონები წარმოადგენენ მითითებებს ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში ქცევის შესახებ, რაც თქვენ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ, ან არ გაითვალისწინოთ. ბუნებრივი კანონები კი არის აღწერილობა იმისა, თუ ფაქტიურად როგორ იქცევიან საგნები და რადგან მხოლოდ აღწერილობას წარმოადგენენ იმისა, თუ როგორ იქცევიან ისინი ფაქტიურად, თქვენ ვერ დაასაბუთებთ ვინმეს არსებობას, ვინც მათ ეს მიუთითა, რადგან ამის მხოლოდ დაშვება ჩვენს წინაშე სვამს კითხვას. რატომ გამოსცა ღმერთმა მხოლოდ ამ სახის ბუნების კანონები და არა სხვა? თუ თქვენ იტყვით, რომ მან ეს მხოლოდ კეთილინებიდან გამომდინარე და ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააკეთა, თქვენ აღმოაჩენთ, რომ არსებობს რაღაც, რაც არ ექვემდებარება კანონს და ბუნების კანონის თქვენეული ჯაჭვი წყდება. თუ კი თქვენ უფრო მართლმორწმუნე ღვთისმეტყველების მსგავსად უპასუხებთ, რომ ღმერთს ჰქონდა მიზეზი, გამოეცა ამ სახის და არა სხვა სახის კანონები და შესაბამისად, თუ კი არსებობდა მიზეზი ღმერთის მიერ გამოცემული კანონებისთვის, მაშინ ღმერთი თავად ექვემდებარება კანონს და თქვენ ვერაფერს მოიგებთ ღმერთის შუამავლად ქცევისგან. არსებობს კანონი, რომელიც ღვთიურ ედიქტამდე და მისგან დამოუკიდებლად არსებობს და შესაბამისად ღმერთის დაშვება თქვენს მიზანს ვერ ემსახურება, რადგან იგი არ წარმოადგენს უკანასკნელი ინსტანციის კანონმდებელს. შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელ ამ საბუთებს ბუნების კანონების შესახებ დაკარგული აქვთ უწინდელი ძალმოსილება. მე დროში მოგზაურობ არგუმენტების შესახებ მსჯელობისას. ღმერთის არსებობის სასარგებლოდ მეტყველი არგუმენტები დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თავდაპირველად ისინი წარმოადგენდნენ მყარ ინტელექტუალურ არგუმენტებს, რომლებიც ცხად და ფრიად კონკრეტულ ცდომილებებს განასახიერებდნენ. თანამედროვე ეპოქასთან მოახლოებასთან ერთად ისინი სულ უფრო ნაკლები პატივისცემით სარგებლობენ და სულ უფრო მეტად ხასიათდებიან ერთგვარი დამრიგებლური ხასიათის განუსაზღვრელობით. თავი მეხუთე. წინასწარი განზრახულობის არგუმენტი. შემდეგ საფეხურს ამ პროცესში წინასწარი განზრახულობის არგუმენტთან მივყავართ. თქვენ ყველა იცნობთ მას. სამყაროში ყველაფერი ისეა შექმნილი, რომ ჩვენ მასში არსებობა შევძლოთ და იგი ოდნავ განსხვავებულიც რომ იყოს, ჩვენ არსებობას ვერ შევძლებდით. ამას წინასწარი განზრახულობის არგუმენტი ეწოდება, რომელიც ხშირად კურიოზულ ფორმას იღებს. მაგალითად, ასაბუთებენ, რომ კურდღლებს თეთრი კუდები იმიტომ აქვთ, რომ მათი მიზანში ამოღება გაათვილდეს. არ ვიცი, როგორ აღიქვამენ კურდღლები ამ მოსაზრებას. ეს არგუმენტი საკმაოდ კარგი მასალაა პაროდიისთვის. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ვოლტერის რემარკა იმის შესახებ, რომ ცხვირს მხოლოდ იმიტომ გააჩნია მოცემული ფორმა, რომ მას სათვალე მოერგოს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ რემარკებს მე-18 საუკუნის შემდეგ სიმწვავე მოაკლდათ, რადგან დარვინის მოძღვრებიდან ჩვენ გაცილებით უკეთ გვესმის, რატომ ცდილობენ გარემოსადმი ადაპტირებას ცოცხალი ორგანიზმები. არა გარემო მოერგო მათ, არამედ ისინი მოერგნენ გარემოს და სწორედ ეს წარმოადგენს ადაპტაციის საფუძველს. განზრახვის მოწმობას ადგილი არ აქვს. როდესაც წინასწარი განზრახულობის არგუმენტის შესახებ ფიქრობთ, ყველაზე განსაცვიფრებლად შეიძლება მოგეჩვენოთ ადამიანთა რწმენა იმისა, რომ ჩვენი სამყარო ყველაფრით, რასაც იგი მოიცავს, ყველა მისი დეფექტით, საუკეთესოს წარმოადგენს, მათ შორის, რაც ყოვლის შემძლე და
ყოვლის მცოდნე არსება შეეძლო შეექმნა მილიონი წლის განმავლობაში. მართლაც რომ ვერ ვირწმუნებ ამას, ნუ თუ თქვენ გჯერათ, რომ იმ შემთხვევაში თუ კი ყოვლის შემძლე და ყოვლის მცოდნე თვისებებს მოგანიჭებდნენ და ამასთან ერთად მილიონ წელს მოგცემდნენ სამყაროს სრულყოფისთვის, თქვენ ფაშისტებსა და კუკუკლუქს კლანზე უკეთეს ვერაფერს შექმნიდით. მეტიც, თუ კი თქვენ ბუნების სტანდარტულ კანონებს იზიარებთ, ისიც უნდა დაუშვათ, რომ ადამიანის სიცოცხლე და სიცოცხლე ზოგადად პლანეტაზე შეწყდება. იგი მხოლოდ ეტაპია მზის სისტემის კვდომის პროცესში. კვდომის გარკვეულ ეტაპზე წარმოიქმნება ტემპერატურული და სხვა ისეთი პირობები, რომლებიც ხელსაყრელია პროტოპლაზმისთვის და მზის სისტემაში მცირე ხნით სიცოცხლე იქმნება. მთვარის, მკვდარის, ცივისა და უსიცოცხლოს სახით თქვენ იმას ხედავთ, საიდაც დედამიწა მიისწრაფის. მე ხშირად მეუბნებიან, რომ მსგავსი შეხედულება სასოწარმკვეთია და ამატებენ, რომ თუ კი ადამიანები გაიზიარებდნენ ამ შეხედულებას, ისინი სიცოცხლეს ვერ შეძლებდნენ. ნუ დაიჯერებთ ამას, ეს ნონსენსია. არავინ არ წუხს დიდად იმის შესახებ, რაც მილიონობით წლის შემდეგ უნდა მოხდეს, ხოლო თუ კი ისინი ფიქრობენ, რომ მართლაც წუხან ამის შესახებ, ისინი მხოლოდ საკუთარ თავს ატყუებენ. ადამიანები გაცილებით უფრო მიწიერის შესახებ დარდობენ, ან უბრალოდ საჭმლის მონელების პრობლემა აქვთ. სინამდვილეში არავინ არ ეძლევა სასოწარკვეთას იმის გამო, რაც მილიონობით წლის შემდეგ უნდა მოხდეს ჩვენს პლანეტაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის დასასრულის იდეა ფრიად დამამძიმებელია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება გაუსაძლისად ჩავთვალოთ. აღნიშნული მხოლოდ გვაიძულებს სხვა რამისკენ მივმართოთ ყურადღება. თავი მეექვსე. ზნეობრივი არგუმენტები. ჩვენ ახლა ერთი ნაბიჯით წინ წავიწიეთ ინტელექტუალური დაშვების მიმართულებით, რომელსაც თეისტები იყენებენ საკუთარ არგუმენტაციაში და მივედით იმასთან, რასაც ზნეობრივი არგუმენტი ეწოდება ღმერთის არსებობის სასარგებლოდ. დარწმუნებული ვარ, ყველა მიცით, რომ წარსულში ღმერთის არსებობის სასარგებლოდ სამი ინტელექტუალური არგუმენტი არსებობდა, რომელიც იმანუელ კანტმა გააქარწყლა წმინდა გონების კრიტიკაში, მაგრამ როგორც კი ეს არგუმენტები გააცამტვერა, თავადვე შექმნა ახალი, ზნეობრივი არგუმენტი და მყარად ირწმნა მისი. იგი სხვა მრავალ ადამიანს ჰგავდა, ინტელექტუალურ საკითხებში ფრიად სკეპტიკური იყო, მაგრამ ზნეობრივ საკითხებში უპირობოდ სწამდა პრინციპებისა, რომლებიც დედის რძესთან ერთად ჰქონდა შეთვისებული. ეს მაგალითი საკმაოდ კარგი ილუსტრაცია იმ ფაქტისა, რასაც ფსიქოანალიტიკოსები უსვამენ ხაზს, კერძოდ კი იმისა, რომ ჩვენს ადრეულ ასოციაციებს გაცილებით უფრო დიდი გავლენა აქვთ ჩვენზე, ვიდრე უფრო გვიანი პერიოდისას. როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, კანტმა გამოიგონა ზნეობრივი არგუმენტი ღმერთის არსებობის სასარგებლოდ, რომელიც სხვადასხვა ფორმით უაღრესად პოპულარული იყო მე-19 საუკუნეში. ამ არგუმენტს მრავალგვარი ფორმა გააჩნია. ერთ-ერთის მიხედვით ღმერთი რომ არ არსებობდეს, არც სიკეთე იქნებოდა და არც ბოროტება. მოცემულ მომენტში მე არ მაინტერესებს, არსებობს თუ არა განსხვავება კეთილსა და ბოროტს შორის. ეს სხვა საკითხია. კითხვა, რომელიც მე მაინტერესებს, შემდეგია. თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ბოროტსა და კეთილს შორის განსხვავება არსებობს, მაშინ თქვენ ისეთ სიტუაციაში ხართ, როდესაც უნდა იკითხოთ ეს. განსხვავება ღმერთის მიერ არის განპირობებული თუ არა. თუ ღმერთის მიერ არის განპირობებული, მაშინ თავად ღმერთი ვერ ხედავს განსხვავებას კეთილსა და ბოროტს შორის და შესაბამისად იმის თქმა, რომ ღმერთი კეთილია, საფუძველს არის მოკლებული. თუ კი თქვენ თეოლოგების მსგავსად იტყვით, რომ ღმერთი კეთილია, მაშინ ისიც უნდა აღიაროთ, რომ კეთილსა და ბოროტს მნიშვნელობა გააჩნია ღმერთის ნებისაგან დამოუკიდებლად, რადგან ღმერთის ნება არის კეთილი და არა ბოროტი, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ეს განკარგულებები მისი შექმნილია. ხოლო თუ თქვენ
ამ გზით წახვალთ, მაშინ იმის თქმაც მოგიწევთ, რომ კეთილი და ბოროტი არა მხოლოდ ღმერთიდან გამომდინარე არსებობს, არამედ შინაარსობრივად და ლოგიკურად ისინი ღმერთის არსებობას უსწრებენ. თქვენ, რასაკურველია, შეგიძლიათ თქვათ, რომ არსებობს უზენაესი ღვთაება, რომელმაც განკარგულებები მისცა ღმერთს, რომელმაც ჩვენი სამყარო შექმნა. ან შეგიძლიათ გაიზიაროთ ზოგიერთი გნოსტიკოსის შეხედულება, რომელიც ხშირად ფრიად შესაძლებლად მიმაჩნია. კერძოდ კი ის, რომ ჩვენი სამყარო სინამდვილეში ეშმაკის მიერ არის შექმნილი მაშინ, როდესაც ღმერთს ეძინა. ამ შეხედულების სასარგებლოდ მრავალი საბუთი არსებობს და მე არ ვეცდები მათ უარყოფას. წიგნი არის დასფიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. თავი მეშვიდე. უსამართლობის აღმოფხვრის არგუმენტი. არსებობს ზნეობრივი არგუმენტის ფრიად უცნაური ფორმა, რომელიც ამბობს, ღმერთის არსებობა აუცილებელია სამყაროში სამართლიანობის დასამყარებლად. ჩვენი სამყაროს ჩვენთვის ცნობილ ნაწილში დიდი უსამართლობაა გამეფებული. ხშირად მართლები ისჯებიან, ხოლო ბოროტნი ხარობენ და რთული სათქმელი არა უფრო აღმაშფოთებელია. მაგრამ თუ თქვენ გსურთ მთელ სამყაროში დაამყაროთ სამართლიანობა, მაშინ უნდა დაუშვათ იმ ქვეყნიური სამყაროს არსებობა, სადაც აქ განვლილი ცხოვრების დაბალანსება მოხდება. ამდენად ქრისტიანები ამბობენ, რომ უნდა არსებობდეს ღმერთი, სამოთხე და ჯოჯოხეთი, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში სამართლიანობა დამკვიდრდეს. ეს ფრიად უცნაური არგუმენტია. თუ კი თქვენ ამ საკითხს მეცნიერულ ჭრელში განიხილავთ იტყვით, ბოლოს და ბოლოს მე მხოლოდ ამ ქვეყნიური სამყარო ვიცი. მე არაფერი ვიცი სხვა სამყაროს შესახებ, მაგრამ თუ კი ალბათობებს განვიხილავთ, შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენი სამყარო კარგი მაგალითია და თუ აქ არის გამეფებული უსამართლობა, სავარაუდოდ ასეთივე უსამართლობაა გამეფებული სხვაგანაც. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მიიღეთ ფორთოხლით სავსე ყუთი, რომლის გახსნის შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ ფორთოხლის ზედა ფენა დამბალია. თქვენ არ იტყვით, წონასწორობის აღსადგენად ქვედა შრეებზე ფორთოხალი საღი იქნება. თქვენ იტყვით, ალბათ მთელი პარტია გაფუჭებულია. სწორედ ასე მიუდგება მეცნიერი მთელ სამყაროს. იგი იტყვის, ამ სამყაროში უსამართლობაა გამეფებული, რაც გვაძლევს საფუძველს დავუშვათ, რომ სამართლიანობა არ მართავს მას. შესაბამისად, მოცემული არგუმენტი ღმერთის არსებობის საწინააღმდეგოდ მეტყველებს და არა მის სასარგებლოდ. რასაკურველია, მე ვიცი, რომ ინტელექტუალური არგუმენტები, რომელთა შესახებ მე ვსაუბრობ, არ წარმოადგენენ იმას, რაც სინამდვილეში ამოძრავებს ადამიანებს. იმას, რაც ადამიანებს ამოძრავებს, სრულებით განსხვავებული ხასიათი აქვს. ადამიანთა უმეტესობას ღმერთი სწამს, რადგან მათ ბავშვობიდან ასწავლიდნენ ამას და სწორედ ეს წარმოადგენს მთავარ მიზეზს. ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთ მძლავრ მიზეზს წარმოადგენს უსაფრთხოების სურვილი, იმის მსგავსი განცდა, რომ არსებობს უფროსი ძმა, რომელიც მოგხედავს. ეს უკანასკნელი ფუნდამენტურ როლს თამაშობს ადამიანის მიერ ღმერთის რწმენისაკენ სწრაფვაში. თავი მერვე. იესოს პიროვნება. რამდენიმე სიტყვით მსურ შევეხო საკითხს, რომელიც ჩემი აზრით სათანადოდ არ არის განხილული რაციონალისტების მიერ, კერძოდ კი საკითხს იმის შესახებ, იყო თუ არა იესო ყველაზე კეთილშობილი და ყველაზე ბრძენი ადამიანი. ზოგადად მიღებულია, მოცემულობა ჩავთვალოთ ის, რომ დიახ, ეს ასეა. მე სხვაგვარად ვფიქრობ. ვთვლი, რომ მრავალ საკითხში მე მეტად ვეთანხმები იესოს, ვიდრე ქრისტიანობის მიმდევრები. არ ვიცი, შევძლებდი თუ არა ბოლომდე გაყოლას, მაგრამ ქრისტიანობის ამხსარებელთა უმეტესობაზე შორს გაყოლა მგონებ უნდა შემეძლოს. ალბათ გახსოვთ მისი სიტყვები, წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ თუ ვინმემ მარჯვენა ლოყაში გაგაწნას, მეორე ლოყაც მიუშვირე. ეს არც ახალი მცნება და არც ახალი პრინციპია. მას ლაოძი და ბუდა იესომდე 500 ან 600 წლით ადრე იყენებდნენ, მაგრამ
ეს ასევე არ არის პრინციპი, რომელსაც ქრისტიანები აღიარებენ. ეჭვი არ მეპარება, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი სტენლი ბოლდუინი ერთ-ერთი გულმართალ ქრისტიანთაგანია, მაგრამ არავის გირჩევდით მისთვის სილის გალაწუნებას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი აზრით იესო ამ სიტყვებს გადატანითი მნიშვნელობით ამბობდა. კიდევ ერთი ბრწყინვალე მაგალითი არსებობს. თქვენ ალბათ ასევე გახსოვთ იესოს სიტყვები: ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ. არ მგონია ეს პრინციპი ქრისტიანული ქვეყნების სასამართლოებში პოპულარობით სარგებლობდეს. ცხოვრების განმავლობაში მრავალ მოსამართლეს შევხვედრი ვარ, ვინც თავგამოდებულ ქრისტიანს წარმოადგენდა, მაგრამ არც ერთი მათგანი არ თვლიდა, რომ თავის საქმეში ქრისტიანული პრინციპების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. შემდეგ იესო ამბობს: ვინც გთხოვოს, მიეცი, ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. ეს უაღრესად კეთილშობილური პრინციპია. თქვენმა თავმჯდომარემ გაცნობათ, რომ ჩვენ აქ პოლიტიკის შესახებ სასაუბროდ არ შევკრებილვართ, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ უკანასკნელ არჩევნებზე ბრძოლა სწორედ იმ საკითხის შესახებ გაიმართა, თუ რამდენად სასურველი იქნებოდა მისთვის ზურგის შეკცევა, ვისაც თქვენგან სესხება სურს. ამის გათვალისწინებით შესაძლოა დავუშვათ, რომ ამ ქვეყნის ლიბერალები და კონსერვატორები იმ ადამიანებისგან შედგებიან, ვინც იესოს მოძღვრებას ეწინააღმდეგება, რადგან მოცემულ შემთხვევაში მათ კატეგორიულად შეაქციეს ზურგი მას. არსებობს იესოს კიდევ ერთი მცნება, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ დიდ ღირებულებას შეიცავს, მაგრამ არა მგონია ასეთივე პოპულარობით სარგებლობდეს ჩვენს ქრისტიან მეგობრებს შორის. იგი ამბობს: თუ გინდა სრულყოფილი იყო, წადი, შენი ქონება გაყიდე და მიეცი ღარიბებს. ეს ბრწყინვალე მცნებაა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, მისი პრაქტიკული გამოყენების ინტენსივობა მაღალი არ არის. ყველაზე მოხსენებული მცნება კეთილშობილურია, მაგრამ მათ მიხედვით ცხოვრება ცოტა არ იყოს რთულია. მე არ მსურს იმის თქმა, რომ თავად ვცხოვრობ ამ ცნებების მიხედვით, მაგრამ მე, ქრისტიანებისგან განსხვავებით, არც ვისახავ ასეთ მიზანს. თავი მეცხრე. იესოს მოძღვრების ხარვეზები. ამ ცნებებისთვის სათანადო პატივის მიგების შემდეგ მე უნდა შევეხო რამდენიმე საკითხს, რომლებიც ჩემი აზრით ვერ გვარწმუნებენ იესოს იმგვარ ზებუნებრივ სიბრძნესა და კეთილშობილებაში, როგორც ეს სახარებაშია წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ისტორიული საკითხი არ გვაინტერესებს. საკმაოდ საეჭვოა საერთოდ არსებობდა თუ არა იესო, ხოლო თუ კი არსებობდა, ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ. ამდენად მე არ მაინტერესებს ისტორიული საკითხი, რომელიც ფრიად რთულს წარმოადგენს. მე ვინტერესდები იესოს იმ პიროვნებით, რომელიც სახარებაშია წარმოდგენილი. ვიღებ რა სახარებას ისეთად, როგორიც ის არის და სწორედ მასში ვაწყდებით ქმედებებს, რომლებიც დიდი გამჭრიახობით ვერ დაიკვეხნის. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო შემდეგი: იესო დარწმუნებული იყო, რომ მისი მეორედ მოსვლა დიდების ღრუბლებში მანამ მოხდებოდა, სანამ მისი თანამედროვე ყველა ადამიანი მიებარებოდა მიწას. აღნიშნულის მოწმობას მრავალ ადგილას ვხვდებით. მაგალითისთვის ერთგან იგი ამბობს: ვერ მოასწრებთ ისრაელის ქალაქების შემოვლას, რომ კაცის ძეც მოვა. ამის შემდეგ არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავისი სუფევით მომავალს. კიდევ მრავლად არის ტექსტში ადგილი, საიდანაც ნათელი ხდება, რომ იგი დარწმუნებული იყო, მის მეორედ მოსვლას იმ დროს ჯერ კიდევ ცოცხალი ადამიანები მოესწრებოდნენ. ასე სწამდათ მის ადრეულ მიმდევრებს და ეს წარმოადგენს მისი მოძღვრების ზნეობრივი ნაწილის საფუძველს, როდესაც იგი ამბობს შემდეგის მსგავს ფრაზებს: ნუ სრუნავთ ხვალინდელ დღეზე. ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმ ფაქტით, რომ იგი დარწმუნებულია, მისი მეორედ მოსვლა ძალიან მალე მოხდება და შესაბამისად,
ყველა რუტინული მიწიერი საქმე აზრს კარგავს. სხვათა შორის, მე ვიცნობდი ქრისტიანებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მეორედ მოსვლა მოახლოვებული იყო. ერთ-ერთი მათგანი საკუთარ მრევლს სიკვდილამდე აშინებდა უახლოეს დღეებში მოსალოდნელი მეორედ მოსვლით, თუმცა სამწყსო ფრიად დამშვიდდა. იხილა რა, თუ როგორ გავდა ეს ადამიანი საკუთარ ბაღში ხეებს. პირველი ხანის ქრისტიანებს მართლაც სწამდათ ეს და ისინი თავს იკავებდნენ ხის დარგვის მსგავსი ქმედებებისგან, რადგან იესოს სიტყვები მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ მათთვის მისაღები იყო. ამ გაგებით იგი არ იყო ისეთივე ბრძენი, როგორც სხვა ადამიანები და ერთმნიშვნელოვნად არ იყო ზებუნებრივი სიბრძნით დაჯილდოვებული. თავი მეათე, ზნეობრივი პრობლემა. ამის შემდეგ ჩვენ ზნეობრივ საკითხს ვუახლოვდებით. იესოს ზნეობრივ ხასიათში, ჩემი აზრით, არის ერთი ფრიად სერიოზული ხარვეზი და ეს არის მისი რწმენა ჯოჯოხეთის არსებობისა. მე ჩემი მხრივ არ მიმაჩნია, რომ სულით ხორცამდე ჰუმანურ ადამიანს შესაძლოა მარადიული სასჯელის სწამდეს. იესოს როგორც იგი სახარებაში აღწერილი სწამდა მარადიული სასჯელის. გარდა ამისა, მას მრავალ ადგილას ხვდებით შურის მგებლურ ბრას იმ ადამიანთა მიმართ, ვისაც არ სურს მისი ქადაგების მოსმენა. ასეთი მიდგომა ქადაგებლებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ იგი აკნინებს იესოს პიროვნების სიდიადეს. თქვენ ვერ შეხვდებით სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ ასეთ დამოკიდებულებას სოკრატესთან. იგი ფრიად თავაზიანი და კეთილგანწყობილია მათ მიმართ, ვინც მას არ უსმენს. ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა უფრო გონივრული და წინ დახედულია, ვიდრე გულისწყრომა. თქვენ სავარაუდოდ გახსოვთ, რას ამბობდა სოკრატეს სიკვდილის დროს და საერთოდ რას ეუბნებოდა იგი ადამიანებს, რომლებიც მას არ ეთანხმებოდნენ. სახარებაში თქვენ ასევე შეხვდებით იესოს სიტყვებს: იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გენის სასჯელს. ეს სიტყვები მათკენ არის მიმართული, ვისთვისაც მისი ქადაგება მიუღებელია. ჩემი აზრით, ეს ყველაზე კეთილგანწყობილი ტონი არ უნდა იყოს. სახარებაში კი ჯოჯოხეთის შესახებ მრავალი მსგავსი ადგილი მოიძებნება. რასაკვირველია, არსებობს ცნობილი ტექსტი სული წმინდის წინაშე ცოდვის შესახებ. თუ ვინმე იტყვის სული წმინდის წინააღმდეგ, არ მიეტევება მას არც ამ სოფლად, არც მომავალში. ამ ადგილმა კაცობრიობას ენით აუწერელი უბედურება მოუტანა, რადგან ყველა მდგომარეობისა და შეძლების ადამიანმა ირწმუნა, რომ მას ცოდვა ჰქონდა ჩადენილი სული წმინდის წინაშე და ვერ შეძლებდა მის გამოსყიდვას ვერც ამ ქვეყნად და ვერც მომავალში. მე არ მჯერა, რომ სიკეთით ახსავსე ადამიანს სხვა ადამიანებს შორის ასეთი შიშის დათესვა შეეძლოს. შემდეგ იესო ამბობს: მოავლენს კაცის ზე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველ საცდურსა და ურჯულოების მოქმედს და ჩაყრიან მათ ცეცხლის გურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭენა და შემდეგ კიდევ ბევრს საუბრობს ტირილისა და კბილთა ხრჭენის შესახებ. ეს სიტყვები სტრიქონიდან სტრიქონამდე მეორდება და მკითხველისთვის სავსებით ნათელი ხდება, რომ იგი ამ ტირილისა და კბილთა ხრჭენის შესახებ გარკვეული სიამოვნებით საუბრობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამის შესახებ ასე ხშირი საუბარი არ გაიმართებოდა. შემდეგ რასაკვირველია, თქვენ გახსოვთ საუბარი ცხვრების, თხებისა და იმის შესახებ, თუ მეორედ მოსვლისას როგორ გამოარჩევს იგი თხებს ცხვრებისგან და თხებს კი ეტყვის: გადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის. შემდეგ იგი კვლავ იმეორებს: თუ გაცდუნებ შენი ხელი, მოიკვეთე იგი. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე და ორი ხელის მქონე შეხვიდე ჯოჯოხეთში, უშრეტელ ცეცხლში, სადაც მატლი მათი არ კვდება და ცეცხლი არ ნელდება. იგი ამ სიტყვებსაც კვლავ და კვლავ იმეორებს. მე უნდა ვაღიარო, რომ მთელი ეს მოძღვრება იმის შესახებ, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლის ასჯელია ცოდვისათვის.
სისასტიკის დოქტრინას წარმოადგენს. მან სამყაროში შეუწყნარებლობა დაამკვიდრა და ადამიანთა მრავალ თაობას სასტიკი ტანჯვა მოუტანა. სახარებისეული ესოს კი, თუ თქვენ მას ისეთად მიიღებთ, როგორც მას მემატიანები წარმოადგენენ, აღნიშნულისთვის ერთმნიშვნელოვნად უნდა დავაკისროთ ნაწილობრივი პასუხისმგებლობა. არსებობს ნაკლები მნიშვნელობის სხვა თემებიც, მაგალითად ღადარენის ღორები, რომლების მიმართ იესო არც თუ კეთილშობილურად მოიქცა, როდესაც მათში ეშმაკები შეუშვა, რის შემდეგ ისინი კბოდედან ზღვაში გადაეშვნენ. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ იესო ყოვლის შემძლე იყო და შეეძლო ეშმაკები უბრალოდ განედევნა, მაგრამ მან მათი ღორების კოლჩი შეშვება არჩია. შემდეგ არის ერთობ უცნაური ისტორია ლეხვის ხისა, რომელიც ჩემთვის დღემდე გამოცანად რჩება. მოშივდა. შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეხვის ხე და წავიდა, რომ ზედ რამე ეპოვა. რომ მივიდა, ვერაფერი იპოვა ფოთლების მეტი. არ იყო ლეღვობის დრო. მიუბრუნდა და უთხრა მას, ნუღარავინ ჭამოს უკუნისამდე ნაყოფი შენი. შემდეგ კი პეტრე ეუბნება მას, რაბი, აჰა, ის ლეღვი, შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. ეს უაღრესად უცნაური ისტორიაა, რადგან ლეღვობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი და შესაბამისად ხე სრულიად უდანაშაულო იყო. ამდენად მე არ ვთვლი, რომ სიბრძნისა და კეთილშობილების საკითხებში იესო უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე ისტორიისთვის ცნობილი სხვა პიროვნებები. თავი მე-11. ემოციური ფაქტორი. როგორც მანამდეც აღვნიშნე, მე არ მიმაჩნია, რომ ადამიანთა რელიგიურობას რაიმე სახის არგუმენტაცია ედოს საფუძვლად. მას ემოციური საფუძველი გააჩნია. ჩვენ ხშირად გვარწმუნებენ, რომ რელიგიაზე შეტევის განხორციელება დამღუპელია, რადგან რელიგია ადამიანს აკეთილშობილებს. ასევე მარწმუნებდნენ მეც, მაგრამ არ შემიმჩნევია, რომ მართლაც ასე იყოს. თქვენთვის ალბათ ცნობილია პაროდია ამ არგუმენტზე სემუელ ბატლერის წიგნში „დაბრუნება დასრაში“. ისიც გემახსოვრებათ, რომ დასრაში ხვდებით ვინმე ჰიგსს, რომელიც შორეულ ქვეყანაში ჩადის და მას შემდეგ, რაც მცირე დროს დაჰყოფს იქ, საჰაერო ბურთით გაიპარება. 20 წლის შემდეგ იგი ბრუნდება და აღმოაჩენს, რომ იმ ქვეყანაში დამკვიდრებულია ახალი რელიგია, რომელშიც მას სცემენ თაყვანს, მზის შვილის სახელით. მის შესახებ კი ამბობენ, რომ იგი ზეცად აღევლინა. ჰიგსი შეიტყობს, რომ სადაცაა აღვლენის დღესასწაულს იზეიმებენ. იმავდროულად იგი ყურს მოკრავს პროფესორების, ჰენქისა და ფენქის საუბარს, სადაც ისინი ერთმანეთს ეუბნებიან, რომ თვალითაც არ უნახავთ ჰიგსი და იმედოვნებენ, რომ ვერასოდეს ნახავენ, მაგრამ სწორედ ისინი წარმოადგენენ მზის შვილის რელიგიის უზენაეს მღვდელმსახურებს. აღშფოთებული ჰიგსი ეუბნება მათ, მე ვაპირებ, რომ გამოვააშკარავო მთელი ეს თვალთმაქცობა და ვუთხრათ დასრას ხალხს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ, ადამიანი, ჰიგსი, ვინც საჰაერო ბურთით გაემგზავრა აქედან. მას პასუხობენ, თქვენ არ უნდა მოიქცეთ ასე, რადგან ამ ქვეყნის მთელი ზნეობა მზის შვილის მითს ეფუძნება და თუ კი ისინი შეიტყობენ, რომ თქვენ არ აღევლინეთ სად, ცოდვაში ჩაცვივდებიან. იგი რწმუნდება და მშვიდობიანად ტოვებს იქაურობას. სწორედ ამ იდეას გვახვევენ თავს. თუ ჩვენ ქრისტიანული რელიგიის ამხსარებლები არ ვიქნებით, ბიწიერებასა და უზნეობაში აღმოჩნდებით. მე კი ვთვლი, რომ სწორედ ის ხალხი აღმოჩნდება ბიწიერი, ვინც ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი იყო. უნდა ვაღიაროთ ფაქტი, რომ რაც უფრო გავლენიანი იყო რომელიმე პერიოდის რელიგია და ფუნდამენტური იყო დოგმატური რწმენა, მით უფრო თვალში საცემი იყო სისასტიკე და მით უფრო სავალალო იყო საქმეთა ვითარება. ეგრეთ წოდებულ რწმენის ხანაში, როდესაც ადამიანებს ჭეშმარიტად მთელი სისავსით სწამდათ ქრისტიანული რელიგიისა, გაიფურჩქნა ინკვიზიცია და მისი წამების ინსტიტუტი.
მილიონობით უიღბლო ქალი დაწვეს, როგორც ჯადოქარი და რელიგიის სახელით ყველა სახის სისასტიკეს ჩადიოდნენ თითქმის ყველა მდგომარეობისა და ფენის წარმომადგენლობის მიმართ. თუ კი მიმოიხედავთ, იოლად შეამჩნევთ, რომ ადამიანურ განცდა და უმცირეს პროგრესს, თითოეულ წინსვლას სისხლის სამართალში, თითოეულ ნაბიჯს ომების აღმოფხრის გზაზე, ყოველ ნაბიჯს ფერადი რასებისადმი უკეთესი დამოკიდებულებების მიმართულებით, ან მონობის ნებისმიერ შერბილებას, ყველა სახის ნეობრივ წინსვლას, რომელსაც ადგილი ჰქონდა დედამიწაზე, თანმიმდევრულად ეწინააღმდეგებოდნენ მსოფლიოს ორგანიზებული ეკლესიები. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქრისტიანული რელიგია იმ ფორმით, როგორითაც იგია ორგანიზებული ეკლესიებში, იყო და რჩება მსოფლიოს ნეობრივი პროგრესის უმთავრეს მტრად. თავი მე-12. როგორ აბრკოლებდნენ ეკლესიები პროგრესს? თქვენ შესაძლოა ჩათვალოთ, რომ ზღვარს გადავდივარ, როდესაც ვამბობ, რომ მდგომარეობა დღემდე უცვლელია. მე ასე არ ვთვლი. მოდით ასეთი მაგალითი განვიხილოთ. იმედია მომიტევებთ მის ხსენებას, რადგან იგი სასიამოვნოდ მოსასმენთა რიგს არ განეკუთვნება, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ეკლესიები გვაიძულებენ ვახსენოთ უსიამოვნო ფაქტები. დავუშვათ, რომ დღევანდელ დღეს გამოუცდელი გოგონა ცოლად მიყვება სიფილისით დაავადებულ მამაკაცს. ასეთ შემთხვევაში კათოლიკური ეკლესია იტყვის, ეს ურღვევი კავშირია, ან უქორწინობის აღთქმა ან ერთად ყოფნა, ხოლო თუ თქვენ ერთად იქნებით, ხელი არაფრით უნდა შეუშალოთ ქვეყნად სიფილისიანი ბავშვების მოვლენას. არავინ ვისი ბუნებრივი სიმპათიები დოგმით არ არის დამახინჯებული ან ვისის ნეობაც სრულად არ გაქვავებულა ტანჯვის განცდისადმი. არავინ დაეთანხმება იმას, რომ ეს სწორი და სამართლიანია და ქმედებათა ასეთი წესი შენარჩუნებულ უნდა იქნას. ეს მხოლოდ მაგალითია. არსებობს უამრავი გზა, რომლის გამოყენებით ეკლესია თავად ირჩევს რა იმას, რასაც ზნეობრიობას უწოდებს, დაუმსახურებელ და ფუჭ ტანჯვას აყენებს ადამიანებს. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ძირითადად იგი ყველა სახის პროგრესის წინააღმდეგია, რომელიც სამყაროში ტკივილის შემსუბუქებისკენ არის მიმართული, რადგან მან ზნეობა უწოდა ქცევის წესების ერთ მცირე კრებულს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ადამიანის ბედნიერებასთან. და როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ესა თუ ის ქმედებაა აუცილებელი, რადგან ეს ადამიანის ბედნიერება შეუწყობს ხელს, ეკლესიის მამები ფიქრობენ, რომ ამას არანაირი შეხება არ აქვს საგანთან. რა საერთო აქვს ადამიანის ბედნიერებას ზნეობასთან? ზნეობის მიზანი ადამიანთა ბედნიერება არ არის. თავი მე-13. შიში, რელიგიის საფუძველი. მე ვთვლი, რომ რელიგია უპირველესად და უმთავრესად შიშს ეფუძნება. ნაწილობრივ ეს არის ამოუცნობის შიში, ხოლო ნაწილობრივ, როგორც მე უკვე აღვნიშნე, სურვილი უფროსი ძმის მსგავსი შემწეს არსებობისა, რომელიც ყველა გაჭირვებასა და ხიფათში გვერდით დაგიდგება. შიშია ამ ყველაფრის საფუძველი, შიში ამოუცნობის, შიში მარცხის, შიში სიკვდილის. შიშია სისასტიკის მშობელი და სრულებით არ იწვევს გაუცებას ის ფაქტი, რომ სისასტიკე და რელიგია გვერდ არსებობენ. ეს იმიტომ ხდება, რომ ორივე ამ მოვლენის საფუძვლად შიში დევს. დღეს ჩვენ უკვე შეგვწევს ძალა აუხსნათ მოვლენები და გავაკონტროლოთ ისინი მეცნიერების დახმარებით, რომელიც ნაბიჯ მიიწევდა წინ ქრისტიანული რელიგიის ეკლესიებისა და ყველა ძველი წესის წინააღმდეგობის დაძლევის გზით. მეცნიერება შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენ ამ ლაჩრული შიშის დაძლევაში, რომელშიც კაცობრიობა ამდენი თაობის განმავლობაში არსებობს. მეცნიერება გვასწავლის ჩვენ და ჩემი აზრით საკუთარი გულიც გვასწავლის, რომ შევწყვიტოთ წარმოსახვითი შემწეების ძიება, შევწყვიტოთ მოკავშირეთა ძებნა ზეცაზე და მეტი ყურადღება დავუთმოთ ჩვენს მიწიერ ძალისხმევას, რათა სამყარო უკეთესად ვაქციოთ და არ დავტოვოთ ისეთ ადგილად, როგორადაც ეკლესიებმა აქციეს იგი საუკუნეთა განმავლობაში. თავი მე-14. რა უნდა გავაკეთოთ?
ჩვენ საკუთარ ფეხზე უნდა დავდგეთ და თვალი გაუსწოროთ სამყაროს, მის ნათელსა და ბნელ მხარეებს, მის მშვენიერებასა და სიმახინჯეს. დავინახოთ სამყარო ისეთი, როგორიც არის და არ შეგვეშინდეს მისი. დავიპყროთ სამყარო გონებით და არა მონური მორჩილებით შიშის წინაშე, რომელსაც იგი წარმოშობს. მთლიანი კონცეფცია ღმერთისა სათავეს იღებს აღმოსავლეთის ძველ დესპოტურ რეჟიმებში. იგი არასაკადრისია ადამიანისთვის. როდესაც თქვენ ეკლესიებში ადამიანთა საკუთარი თავის დამამცირებელ გამონათქვამებს ისმენთ იმის შესახებ, რომ ისინი უხირსი ცოდვილები არიან, ეს შეურაცხმყოფელად და საკუთარი თავის პატივის მცემელ ადამიანთათვის შეუფერებლად მიმაჩნია. ჩვენ უნდა წამოვდგეთ და ღიად გავუსწოროთ სამყაროს თვალი. ჩვენ უკეთესად უნდა ვაქციოთ სამყარო და თუ იმას ვერ მივაღწევთ, რაც გვსურს, ის მაინც უკეთესი იქნება, ვიდრე სამყარო, რომელიც მათ შექმნეს ამ საუკუნეების განმავლობაში. უკეთესი სამყაროსთვის აუცილებელია ცოდნა, კეთილსინდისიერება და გამბედაობა. მას არ სჭირდება სინანულით ახსავსე სწრაფვა წარსულისკენ ან თავისუფალი გონების შებოჭვა სიტყვებით, რომლებიც უცოდინარი ხალხის მიერ არის დიდი ხნის წინ წარმოთქმული. მას მომავლის იმედი სჭირდება და არა გამუდმებული მზერა მკვდარი წარსულისკენ, რომელსაც ჩემი ღრმარწმენით მნიშვნელოვნად გადაასწრებს ჩვენი გონების ძალით შექმნილი მომავალი. წიგნის დასასრული. მადლობა, რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.